ხშირად მოგისმენთ ხოლმე ალბათ ესეთი საუბარი რომ ერთი ეუბნება მეორეს რომ მინდა რომ დავიკლო და ის მოპასუხე ეუბნება რომ არაფერი არ გაქვს დასაკლები და ის ეუბნება კი მე ხო ვიცი რომ მინდა მჭირდება და ასე შემდეგ. ეს დისკუსია საინტერესოა გარეგნული კუთხით რა თქმა უნდა რომ შეიძლება ადამიანი ფიქრობს რომ ნაკლები წონა უფრო მეტად მოუხდება ამ პირიქით მეტი მოუხდება მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ შევეხებით მეორე უფრო მნიშვნელოვან მხარეს რომელიც არის სამედიცინო მხარე სამედიცინო კუთხით ადამიანს სჭირდება თუ არა დაკლება სოფლიოში რაც მეტი დრო გადის უფრო მეტი ადამიანი არის მსუქანი ან ჭარბწონიანი სოფლიოში უკვე 2.6 მილიარდზე მეტი ზრდასრული არის ან ჭარბწონიანი ან მსუქანი ეს ნიშნავს რომ თითქმის ყოველ მეორე ზრდასრული ან ჭარბწონიანია ან მსუქანია და ეს რიცხვები იმატებს დროთა განმავლობაში მაგალითად თუ შევადარებთ 70-იან წლებს გასამაგ და ჭარბწონიანი ადამიანების რაოდენობა თუ შევადარებთ 80-იან წლებს და ბავშვებს თუ ავიღებთ ბავშვებში გაოთხმაგდა ჭარბწონიანი ადამიანების რაოდენობა რაც მეტი დრო გადის ჭარბწონიანი ადამიანების რიცხვი იზრდება და ჭარბი წონა რატომ არის პრობლემა იმიტომ რომ პირდაპირ დაკავშირებულია ნაკლებ სიცოცხლის ხანგრძლივობასთან ჭარბი წონა შეუძლია შეამციროს სიცოცხლის ხანგრძლივობა თითქმის 10 წლით და თუ კი ძალიან მსუქანი ადამიანი სიმსუქნე სამედიცინო ტერმინია არ ვამბობ დამაკნინებელი კონოტაციით მაშინ შესაძლებელია 15 წლითაც შეუმციროს ადამიანის სიცოცხლე და ზოგჯერ მეტიცაც შესაბამისად პირდაპირ აისახება ჩვენს ჯანმრთელობაზე ჭარბი წონა რატომ იმიტომ რომ ცხიმი არ არის ინერტული მასა ცხიმი როცა გაქვს არ ნიშნავს რომ ის თავისთვის არსებობს არა ის მუდმივად გამოყოფს ჰორმონებს გამოყოფს ანთებით მედიატორებს ორგანიზმში და იწვევს ანთებას იწვევს ანთება აზიანებს სისხლძარღვებს სისხლძარღვები რო ზიანდება ეს აჩქარებს დაბერების პროცესს იზრდება დიაბეტის რისკი მაღალი წნევის რისკი დისლიპიდემიის რისკი ღვიძლის გაცხიმოვნების რისკი გულის დაავადებების რისკი ინსულტის რისკი სიმსივნეების რისკი ანუ ბევრ პრობლემას ქმნის მათ შორის მკერდის კიბოს სიმსივნეს ენდომეტრიუმის სიმსივნის კოლორექტალურ სიმსივნესთან არის ასოცირებული თირკმელების, პანკრეასის, ღვიძლის, შესაბამისად სხვადასხვა ორგანოების სიმსივნეების რისკებს ზრდის ჭარბი წონა და სიმსუქნე და სიცოცხლის ხარისხზეც მოქმედებს და სიცოცხლის ხანგრძლივობაზეც. ამიტომ უნდა დაიკლო თუ არა წონაში ეს არ არის უბრალოდ ვიზუალის ამბავი რომ მომიხდება თუ არ მომიხდება ეს განსაზღვრავს რეალურად ჩვენს ჯანმრთელობას და მომავალს. ხშირად არის ხოლმე რომ ადამიანებს უნდათ აი იდეალური ყველაზე იდეალური ხელსაწყო მითხარი რითიც ვიტყვი რომ მე მჭირდება თუ არა დაკლება მაგალითად ვარ თუ არა მსუქანი და ასე ყველაზე სუფთა სამედიცინო კუთხით რო ავიღოთ ყველაზე მთავარი არის წელის და სიმაღლის ფარდობა 2 სანტიმეტრებში გაზომილი ეხლა გეტყვით როგორ მაგალითად თუ შენ წელის გარშემოწერილობა არის 80 სანტიმეტრი წელის გარშემოწერილობა უნდა გაიზომო ვქოთ 80 სანტიმეტრი სიმაღლე არის 170 სანტიმეტრი ხო 80 გაყოფ 170 და მიიღებს 0.47 ნუ კალკულატორით მარტივად და 0.47 ეს 0.47 ვიცით რომ ჩვენი რიცხვი ამ შემთხვევაში და ჯანსაღი არის თუ კი წელის და სიმაღლის გარშემოწერილობა არის 0.5-ზე ნაკლები. ესე იგი ეს არის იდეალური. ან 0.5-ზე ნაკლები რიცხვი თუ მიიღე, ანუ 0.47 ეს იდეალურია. თუ მიიღე 0.5-დან 0.55-მდე, ეგ არის ოპტიმალური თან ახლოს, თითქმის ნორმალური, მაგრამ მცირე რისკებით და თუ მიიღე 0.55-ზე მეტი, ეს არის არაჯანსაღი და ეს ნიშნავს რომ გჭირდება დაკლება. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მეთოდი, რაც მნიშვნელოვანია განსაზღვროს ადამიანის მეტაბოლური ჯანმრთელობა. ანუ ეს არ არის პირდაპირ სასწორზე რა რიცხვს გაჩვენებს, არა იმას დამოკიდებული, ითვალისწინებს აღნაგობას და ითვალისწინებს მუცელში რამდენი ცხიმებია და მუცლის ცხიმებია ზუსტად რაც ორგანოების გარშემო ლაგდება და მუცლის ცხიმებია ზუსტად ის რაც ორგანიზმში ანთებას იწვევს. ბარძახში და დუნდულოებში განთავსებული ცხიმები არ არის იმდენად არც საშიში და არც მეტაბოლურად აქტიური, არამედ მუცლის ცხიმებია ყველაზე მთავარი. და ეხლა ისა
უნდა ვთქვათ როგორ უნდა გავიზომოთ ყველაზე სწორად წელის გარშემოწერილობა სხვა მეთოდები არსებობს და ერთ-ერთი ყველაზე მარტივი არის რომ დაახლოებით ჭიპზე უნდა გაიტარო ეს საზომი თუმცა ეგ არ არის მაინც სწორი იმიტომ რომ ანუ ჭიპის მდებარეობა სხვაგან არის როცა ადამიანი გამხდარია და ჭიპის მდებარეობა სხვაგან არის როცა ადამიანი მსუქანია მარტივი საშუალება ტესტი არის უნდა მოძებნო სად თავდება შენი ნეკნების ყველაზე ბოლო ნაწილი სად არის მე უნდა მოძებნო სად არის თეძო და აი თეძოსა და ნეკნებს შორის ზუსტად შუა ხაზზე უნდა გაიტარო აი ეს არის ანუ ნეკნები სად თავდება იმ წერტილიდან თეძომდე ეს ორივე ადგილი უნდა მოძებნო იმათ შუა ხაზზე უნდა გაიტარო ზუსტად საზომი ხშირად ემთხვევა ხოლმე კი ჭიპის მიდამოს ემთხვევა მე რო გაატარებ ხშირად ამიტომ არის ცნობილი რომ აი ჭიპთან გაატარებო ძირითადად თუმცა უფრო ზუსტი მეთოდი არის ეს უნდა დადგე ჩვეულებრივ ან მოდუნებულ მდგომარეობაში არც თუმცა სწორად უნდა დადგე ხელები ჩამოშებული უნდა გქონდეს ფეხები უნდა გქონდეს ჩვეულებრივ მხრების სისწორეზე არც უნდა გამოისუნთქო არც უნდა შეისუნთქო ნორმალურად უნდა ისუნთქო და რომ სუბუქი ამოსუნთქვის ბოლოს უნდა გაიზომო ეს ძალიან არ უნდა შემოიკრა ეს საზომი სანტიმეტრი და არც პირიქით ძალიან მოდუნებულიც არ უნდა იყოს ანუ ზომიერად უნდა გაიზომო ორჯერ უნდა გაიზომო თუ დაემთხვა ერთმანეს მესამე აღარა საჭირო თუ ერთმანეს არ დაემთხვა და 1 სანტიმეტრზე მეტიც ზომა მოგცა მაშინ გაიზომო მესამეთაც ხო საუკეთესო რა თქმა უნდა რომ გაიზომო დილით სანამ საჭმელს შეჭამ სასურველია რომ ტუალეტი მოთავებული კონდეს ადამიანს და სანამ წყალს დალევ მანამ ჯობია რომ როცა გაიზომო და დინამიკაში გინდა დააკვირდა ერთი და იგივე დროს გაიზომო ხოლმე სასურველია ну адам დღის განმავლობაში 3 სანტიმეტრამდე ვარირება შეიძლება კონდეს მუცეს ამიტომ დიდად მაგან არ უნდა შეგაშინოთ და ანუ რატო გავამახვილეთ ამ ხელა ყურადღება წელის გარშემოწერილობაზე იმიტომ რომ სამედიცინო კუთხით ყველაზე მნიშვნელოვანი ეგ არის ანუ თუ შენ წონა გაინტერესებს როგორც ჯანმრთელობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მუცლის გარშემოწერილობა წელის გარშემოწერილობა და რა არის იდეალური კაცისთვის და ქალისთვის კაცისთვის იდეალურია თუ 94-ზე ნაკლები იქნება წელის გარშემოწერილობა ძალიან მნიშვნელოვანია 94-დან 101-მდე თუ იქნება ეგ უკვე ცოტა მომატებულია და 102-ზე მეტი თუ ამოცლის გარშემოწერილობა უკვე პატივცემული ღიპი თუ ამოკლეთ ეგ მნიშვნელოვნად გაზრდილი რისკებია ქალებისთვის 80-ზე ნაკლები უნდა იყოს 80-დან 87-მდე არაუშავს და 88 სანტიმეტრიდან მეტი თუ არის ქალისთვის უკვე მაღალი რისკებია და პირდაპირ ნიშნავს რომ ამ ქალს აქვს მომატებული ჯანმრთელობის რისკები ინსულინ რეზისტენტობის, დიაბეტის, ჰიპერტენზიის, გულსისხლძარღვთა სისტემის და ასე შემდეგ შესაბამისად ასეთ დროს წონაში კლება მნიშვნელოვანია. და კიდე არის ასეთი საკითხი, რომ შეიძლება ადამიანს ჰქონდეს ცოტა ჭარბი წონა, მაგრამ იყოს ჯანმრთელი, ანუ ეს ჩვეულებრივი ამბავია. ოღონდ ამ დროს გარკვეულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილოს, ანუ სამედიცინო კუთხით გარკვეული ტესტების შედეგები უნდა ვიცოდეთ, რომ ნორმაშია. მაგალითად, პირველი არის გლუკოზა. გლუკოზა უნდა ქონდეს 70-დან 99-მდე, ანუ გლუკოზა უნდა იყოს ნორმაში, ანუ 100 და ზევით ინსულინ რეზისტენტობა და ეს არის პრედიაბეტია შესაბამისად 99-დან ნაკლები უნდა იყოს გლუკოზა დილით. ეს ერთი ყველაზე მთავარი რაც არის, რაც მის მომავალს განაპირობებს რეალურად ადამიანისას. მეორე მნიშვნელოვანი არის წნევა უნდა იყოს 120-ზე ნაკლები ზედამაჩვენებელი, 80-ზე ნაკლები უნდა იყოს ქვედამაჩვენებელი. ეს მიუთითებს პირდაპირ სისხლძარღვების ჯანმრთელობას და სისხლძარღვების ჯანმრთელობა რეალურად გულის დაავადებების რისკს და ინსულტის რისკს განსაზღვრავს სრულად პრაქტიკულად მომავალში. მესამე რაც უნდა გავაკონტროლოთ არის ტრიგლიცერიდები. ტრიგლიცერიდები უნდა იყოს 150-ზე ნაკლები და სასურველია და იდეალურია რომ 100-ზე ნაკლებიც იყოს მილიგრამი დეცილიტრზე და ეს პირდაპირ კავშირშია ინსულინ რეზისტენტობასთან. მოკლედ ტრიგლიცერიდები როცა იმატებს, ღვიძლის გაცხიმოვნება იმატებს და ინსულინ რეზისტენტობის პრობლემა აქვს როგორც წესი ადამიანს და გლუკოზის მართვა უჭირს ხოლმე. ამიტომ ტრიგლიცერიდები ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები, ანუ ქოლესტერინის ერთ-ერთი ფრაქცია HDL ქვია და ეს HDL უნდა იყოს 40 მგ დეცილიტრზე მეტი კაცებში და ქალებში უნდა იყოს 50 მგ დეცილიტრიდან მეტი.
ქალებში ეს სისხლძარღვები რამდენად კარგად იწმინდება და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება ორგანიზმს რამდენად კარგი აქვს მაგას განსაზღვრავს. ულტრაბგერაზე ღვიძლი არ უნდა იყოს გაცხიმოვნებული, ღვიძლი თუ გაცხიმოვნებულია, ეს ნიშნავს, რომ მუცელში ადამიანს ბევრი ცხიმები აქვს და ამიტომ ღვიძლისთვის ეს ძალიან დიდი სტრესია და მნიშვნელოვნად იზრდება დიაბეტის რისკიც მომავალში, თუ კი ადამიანს ღვიძლი გაცხიმოვნებული აქვს, ამიტომ ღვიძლი არ უნდა იყოს გაცხიმოვნებული, ინსულინი დილით არ უნდა იყოს 7-ზე მეტი მიკროსაერთაშორისო ერთეული, 7-ზე ნაკლები ჯობია რომ იყოს, 7-დან 12-მდე უკვე არის ადრეული ინსულინ რეზისტენტობა და მეტი თუ კიდე ინსულინ რეზისტენტობის ნიშანია და ჰომა ინდექსი. ჰომა ინდექსი გამოითვლება ინსულინით და გლუკოზით და 1.5-ზე ნაკლები უნდა იყოს იდეალურ შემთხვევაში და 2.0-ზე მეტი არ უნდა იყოს არც ერთ შემთხვევაში. ეგაა მნიშვნელოვანი და C-რეაქტიული ცილა. C-რეაქტიული ცილა 1.0-ზე ნაკლები უნდა იყოს. ანუ ამ ერთ თუ აკმაყოფილებს ადამიანი, ეს ნიშნავს, რომ მეტაბოლურად ჯანმრთელია და ის ცოტა ჭარბი წონა რაც აქვს, არ არის დიდი პრობლემა. ანუ რეები, სისხლში რეები უნდა გავწონოთ, გლუკოზა, სისხლის წნევა, ტრიგლიცერიდები, მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები, HDL, ანუ ღვიძლის გაცხიმოვნება ულტრაბგერაზე, ინსულინი და C-რეაქტიული ცილა. აი ამებით შესაძლებელია ვიმჯეროთ ადამიანის მეტაბოლურ ჯანმრთელობაზე და მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ცოტა ჭარბწონიანი იყოს, ჯანმრთელი არის თუ არა ადამიანი, თუ ეს მარკერები ნორმაში აქვს, ნიშნავს, რომ დაახლოებით 80%-იანი ალბათობაა, რომ ეს ადამიანი შემდეგი 5-10 წლის განმავლობაში მეტაბოლურად ჯანმრთელი იქნება და რამე სერიოზული პრობლემა არ ექნება. მაგრამ ჭარბ წონას მაინც აქვს თავისი რისკი, მიუხედავად იმისა, რომ ეს მეტაბოლური მარკერები შეიძლება ნორმაში იყოს, მიუხედავად იმისა, რომ მოკლებადიან და არაფერია, გრძელვადიანად რომ სტაბილურად დარჩება ეს მაჩვენებლები, ამისი ალბათობა შედარებით დაბალია, ამიტომ ასაკის მატებასთან ერთად ადამიანმა მაინც უნდა იზრუნოს წონაში კლებაზე ნელ-ნელა. და განვიხილოთ მაგალითი. მაგალითად, ქალი დაახლოებით 165 სანტიმეტრი და რა უნდა იყოს მისი იდეალური წონა, აი იდეალური, სრულად თქვათ, ჩავთვალოთ რომ თქვათ აი 40 წელს აცილებული. იდეალური წონა უნდა იყოს 54-დან 60 კილოგრამამდე. ეგ მიიჩნევა რომ იქნება იდეალური და ეს გარშემოწერილობა მუცლის წელის უნდა იყოს 78 სანტიმეტრზე ნაკლები. და ცხიმი უნდა ქონდეს 27%-ზე ნაკლები. ნუ ცხიმის გაზომა პირდაპირ ძნელია. იზომება ხოლმე დექსა აპარატია ან აქვს კიდე ზოგიერთ სასწორს და ზოგიერთ საათს კიდე მაჯისსაც ცხიმის ზომას, ცხიმის შემცველობას პროცენტულად. აი ესე მაგალითად თუ კი ადამიანი არის 165 სანტიმეტრი ქალი, 60-დან 67 კილოგრამამდე კიდევ ნორმაა და ჯანმრთელად მიიჩნევა, თუმცა იდეალური აღარ არის, მაგრამ ჯანმრთელად მიიჩნევა და 73 კილომდე კიდე შეიძლება იყოს ჯანმრთელი, ანუ 73 კილომდე შეიძლება რომ მაჩვენებლები, მეტაბოლური მაჩვენებლები ჯანმრთელი ქონდეს და 75 კილომდეც და 75 კილოს ზევით უკვე ყველა შემთხვევაში ჭირდება წონაში კლება. აი ეს არის მარტივი ფორმულა რო ვთქვათ, რა თქმა უნდა სიმაღლის მიხედვით ეს რიცხვები ვარირებს, მაგრამ დაახლოებით რომ წარმოიდგინოთ ილუსტრაციისთვის ერთი მაგალითი მოვიყვანეთ. აი კაცის შემთხვევაში მაგალითად არ აქვს მნიშვნელობა თუ ქალი იყოს, დაახლოებით 170 სანტიმეტრი რო ავიღოთ. 170 სანტიმეტრი თუ არის, მაშინ 70 კილომდე არის იდეალური რომ იყოს. და წელის გარშემოწერილობა, ნუ თუ კაცია 90 სანტიმეტრზე ნაკლები უნდა ქონდეს. 77 კილოგრამამდე შეუძლია 70 სანტიმეტრი თუ ადამიანი, რომ ჯანმრთელი იყოს 77 კილოგრამამდე და მერე მაგალითად 77 კილოს ზევით უკვე უნდა დაიწყოს წონაში კლება. 85 კილოს ზევით ყველა შემთხვევაში ჭირდება ესეთ ადამიანს წონაში კლება და ანუ ეს რეალურად აუცილებელია და ვინაიდან ანუ ახლა სულ გაუჩნდება ადამიანს კითხვა რომ აბა 161 ვინც არის 160 ვინც 158 ან 185 ან 190 მათთვის როგორ არის ყველასთვის არის სხვა რიცხვები რა თქმა უნდა ანუ ყველა რაც უფრო მაღალი ადამიანი მით უფრო მეტი წონა მისთვის ჯანსაღი აბსოლუტურ წონას გულისხმობ და არა იმას
ფარდობით და ამისთვის შემოიღეს სხეულის მასის ინდექსის გაზომა, ანუ BMI გაგიგიათ ალბათ, სხეულის მასის ინდექსის ზომა ზუსტად მაგას, რომ წონა შეფარდებული სიმაღლის კვადრატთან. ოღონდ სიმაღლის კვადრატი მეტრებში უნდა იყოს, მაგალითად, თუ 170 ადამიანი 1.7 გამრავლებ 1.7-ზე და რაღაცა რიცხვს მიიღებ 2.99-ს, ხო? სავარაუდოდ და თქვათ არის 70 კილო. ეს 70 კილო უნდა გაყო, აი ამ ეს 70 კილო უნდა გაყო ამ 2.99-ს და მიიღებ 28.2-ს. აი ესე გამოითვლება BMI და BMI ანუ სხეულის მასის ინდექსი რა არის ნორმა, რა არის არა ნორმა და თუ კი ნაკლებია 18.5-ზე ეს რიცხვი, ანუ წონას თუ გაყავი სიმაღლის კვადრატზე და მიიღე 18.5-ზე ნაკლები, ეს ნიშნავს, რომ ადამიანს ძალიან დაბალი წონა აქვს და წონაში უნდა მოიმატოს. თუ მიიღე 18.5-დან 25-მდე, 24.9-მდე, ეს ნიშნავს, რომ ადამიანს აქვს ნორმალური წონა. თუ მიიღე 25-ზე მეტი და 30-ზე ნაკლები, ეს ჭარბწონიანია და 30-ზე მეტი, 30 და მეტი არის სიმსუქნე უკვე. ანუ 25-მდე მიიჩნევა ნორმად რა. 18.5-დან 25-მდე 24.9 მიიჩნევა ნორმად ადამიანის სხეულის მასის ინდექსი. თუმცა კიდევ ერთხელ შესაძლებელია ადამიანი იყოს ცოტა მეტი და იყოს ჯამრთელი, შესაძლებელია აი მეტაბოლური მარკერების გათვალისწინებით. და ეხლა ან ადამიანი იტყვის, რომ აი ძალიან დიდი დიაპაზონია 18.5-დან 25-მდე, ხო? წონა ძალიან დიდი დიაპაზონია და რამდენი უნდა იყოს მაინც ადამიანი, რომელია იდეალური. მაგალითად, 20 წლიდან 35 წლამდე ადამიანის BMI სასურველია რომ იყოს 21-დან 23-მდე. 35 წლიდან 50-მდე BMI ცოტა მეტი შეიძლება იყოს 22-დან 25-მდე მაგალითად. 50-დან 70-მდე ცოტა კიდე შეუძლია მოიმატოს 23-დან 27-მდე შეიძლება ქონდეს BMI და 70-დან ზევით 24-დან 28-მდე. ანუ რაც უფრო ასაკი ემატება, სუქანი არ უნდა იყოს არც ერთ შემთხვევაში, სხეულის მასის ინდექსი 28-ს არ უნდა აცდეს, მაგრამ ძალიან სიგამხდრეც არ არის სასურველი, იმიტომ რომ კუნთები განილევა და მოტეხილობების რისკი მატულობს და ასე შემდეგ. ამიტომ ანუ არა ძალიან სიმსუქნე და არა სიმსუქნე, არა ძალიან სიგამხდრე, მაგრამ უფრო სიგამხდრისკენ. ანუ მარტივი ფორმულა ეგრეა რა. ანუ ადამიანს რომ შეხედავ, ასაკიან ადამიანს არ უნდა იყოს სუქანი, ანუ სუქანი არც ჭარბწონიანი არ უნდა მოგეჩვენოს, უნდა იყოს სიგამხდრისკენ. თუმცა არა ძალიან გამხდარი. აი ეგ არის თუ ჩვეულებრივი სიტყვებით გვინდა ვთქვათ, როგორ უნდა გამოიყურებოდეს იდეალური წონის ადამიანი, იმისთვის რომ იდეალური ჯანმრთელობა ქონდეს. და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალებისთვის, მნიშვნელოვანია რომ ჭარბწონიანები არ იყვნენ მენოპაუზას არ შეხვდნენ ჭარბწონიანები და მენოპაუზის შემდეგ. ანუ მენოპაუზის პერიოდი რო დაიწყება, უკვე ჭარბწონიანები არ უნდა იყვნენ, რადგან ანუ მენოპაუზის შემდეგ ჭარბი წონა მკერდის კიბოს რისკს ზრდის, ენდომეტრიუმის კიბოს რისკს ზრდის და სხვა სიმსივნეების რისკს ზრდის. განსაკუთრებით მენოპაუზის მერე მუცლის ცხიმები ძალიან ადვილად ვითარდება და ეგ ანთებას იწვევს ორგანიზმში, დიაბეტის რისკი იზრდება მკვეთრად და ასე შემდეგ. ანუ ბევრი პრობლემა იწყება ადამიანი მას შემდეგ, რაც მენოპაუზაში გადადის, ამიტომ არ შეიძლება მენოპაუზას შეხვდეს სუქანი. აი ეს არის რეალურად რაც უნდა ვიცოდეთ და ასე უნდა განვსაზღვროთ ჩვენ გვჭირდება თუ არა წონაში კლება. ეს იყო რის თქმაც მინდოდა. თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები და გინდათ არხის მხარდაჭერა, მაშინ ამისთვის ანგარიშის ნომრები მაქვს მითითებული აღწერაში და შეგიძლიათ დონაციები გააკეთოთ. ხო, ეს მნიშვნელოვანია თქვენი მხარდაჭერა, იმიტომ რომ დიდი შრომა და ძალისხმევა ჭირდება რეალურად ამ არხის შენახვას და იმას, რომ ყოველ მეორე დღეს ვიდეოს ვსდებ და უკვე 1800-ზე მეტი ვიდეო მაქვს დადებული, რაც ძალიან დიდი შრომის შედეგია რეალურად და თქვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. თუ საშუალება არ გაქვთ, არ არის ეგ პრობლემა, ამ შემთხვევაში შესაძლებელია უბრალოდ დაალაიქოთ, ან გამოწეროთ, ან გააშიაროთ, ან დააკომენტაროთ ნებისმიერი აქტივობა თქვენი ნებისმიერი აქტივობა მნიშვნელოვნად დაეხმარება არხს და ამიტომ მადლობას გიხდით ყველას, ყველა კომენტარისთვის, ყველა მხარდაჭერისთვის, ყველა დონაციისთვის, ყველა სათითაოდ გიხდით
მადლობა. ეს იყო რის თქმაც მინდოდა, მადლობა რომ მისმენთ და მადლობა რომ გაინტერესებთ.